Jens გაგეთიშა ფიჩო ყველაფერი jens გაგეთიშა მოკლედ ესე იგი ვისაუბროთ ახლა განახლებაზე დავხუროთ სახე ფიჩო ჩადი დაბლა მოკლედ განახლება დასრულდა განახლება გაიარა მოკლედ სამყარომ და თვითონ ავატარებმა ჩვენმა ავატარებმაც გაიარა განახლება ანუ ერთგვარი აპდეიტი გაკეთდა და აი PUBG-ს ვინც თამაშობთ ახლა PUBG-ს ენაზე აგიხსნით რა PUBG-ში ხომ არიან მოთამაშეები და ძირითადად ბოტ პროგრამები. ანუ ჩვენ აქ ესე ვთქვათ ამ განახლებაში უკვე ახალ განახლებაში მეოთხე განზომილების ერთ-ერთ ახალ განახლებაში ვართ დაახლოებით 5% შეიძლება თუ საშუალოდ რა პირობითად ვთქვათ ჯერ 5% ვართ მოთამაშეები რა. დანარჩენები თქვენ ხართ ბოტ პროგრამები. ეს ნიშნავს თქვენ სხვა ფუნქცია გაქვთ, ჩვენ სხვა ფუნქცია გვაქვს. ჩვენ თამაშის სიუჟეტს ვქმნით, აი PUBG-ში როგორ არის? ტიპი არ ქმნის სიუჟეტს, ტიპი არ თამაშობს, ბოტ პროგრამა ვინც არის, ის არ თამაშობს. მას ოპერატორი არ აყავს, ანუ ის მოდის და უცებ ტუკ ესე გესვრის. აი ესენი ბოტ პროგრამები ესენი არიან, ვინც ჩვენ ცხოვრებაში შემოდიან, ტვინს ბურღავენ, რა ტუკ აი ესე ტვინს გიბურღავს დაახვევინე. ცოლია, შვილია, ვინც არ დაახვევინე. ნაცნო მეგობარ ძმაკაც დაქარ დაახვევინე. ეგ არის ბოტ პროგრამა, ვინც ტვინს გიბურღავს, ენერგიებს გიწვავს, პირად სივრცეში ზედმეტად გეჭრება. რეალობას ქმნიან ადამიანები, ახლა როგორ ქმნიან და რანაირად ათასნაირად ვისაუბრეთ და ვინც ქმნის რეალობას, იმათ სრულად გაუჩერდათ ესე იგი გულისცემა. ხო და ავატარები, ჩვენი ავატარები განახლდა, ვისაც გულისცემა არ გაჩერებია ჯერ, ნელ-ნელა გაჩერდება თქვენი გულისცემაც. იმიტომ რომ აი როგორც მაგათად PUBG-ში როგორ არისო, სიტყვაზე როდესაც გამოდის განახლება, თუ შენ მაგას განახლებას დიდხანს უკვე აღარ განაახლებ ტელეფონში აპლიკაციას, თქვა PUBG-ს თამაშის აპლიკაციას, უბრალოდ მარტო დარჩები იმ თამაშში და რო შეხვალ იქ აღარავინ აღარ იქნება, ხვდებით? ამიტომ ნელ-ნელა თქვენს გარშემო ადამიანები, აი მოგეთეთ მრავალშტოიანი რეალობებია ესა რა. ზოგი გაქრება, ზოგი გაჩნდება და ასე შემდგომ. ამიტომ მოკლედ ვისაც გული გიცემთ, გაგიჩერდებათ, იმიტომ რომ თქვენ უნდა გაიაროთ განახლება. ისე სხვანაირად არ გამოვა. ბოტ პროგრამა ხართ თუ არა, მაინც ეტაპობრივად გადმოხვალთ. ან ბოტ პროგრამა იყავით მესამე განზომილებაში, მეოთხე განზომილებაშიც ბოტ პროგრამა იქნებით. ხო და აქ ძალიან ბევრი რამეა. უბრალოდ ახლა მეოთხე და მეხუთე და მეექვსე და რამდენი განზომილებაო, რო კითხულობს ხალხი. ესე კი არის ხტუნავთ. მეხუთე განზომილება არის ზეციური სამეფო უკვე. იქ მეხუთე განზომილებაში მოხვდები, როცა მოკვდები, ეგ სხვა რამე არის. მაგრამ აქ მარტო გარდაცვალებაზე არ არის. მოგეთ იქ არის რეალური რეალობა არის იქ რა. ეს ჩვენი რეალობა არის სიმულაცია, სიზმარი და მატრიცა რა. ხო და უბრალოდ თვითონ ამ მეოთხე განზომილებას ისევე როგორც მესამე განზომილებას აქვს, ეს არის რეალობის შტოები, ესე რუსულად ვეტკა რეალნასციო თუ რაღაც რუსულად ესეა რა. რეალობის შტოები. აი როგორც ტოცრო აქვს აი განტოტება რა. ანუ აი ლოკი სერიალი მარველის სერიალი ლოკი უყურეთ და იქ მულტივერსების იმას ნახავთ რა როგორი განტოტილია ხესავით ეს რეალობები არის რეალობის შტოა. ანუ ეს ახლა არის ახალი ტიპის რეალობის შტო და ჩვენ რეალობას ვინც ანუ ჩვენ ხო ვართ ვინც რეალობას ვქმნით მოთამაშეები, მაგრამ აქ ვართ რამდენიმე კოსმოგონიური აგენტი, ანუ თქვა მთელი დედამიწის მასშტაბით რეგიონებზე არის განაწილებული რა, რომლებიც არიან გამტარები ამ ენერგიის რა, ამ განახლების ენერგიის გამტარები და შემდგომ ეტაპებზე ძალიან მცირე რაოდენობაზე, მაგრამ სუპერძალების გააქტიურებასაც განვახორციელებთ. ანუ ჩვენ შემოვიტანთ თქვენს ესე ვთქვათ ავატარის ცვლილებებში იმას, რომ სუპერძალებს გაგიაქტიურებთ. ეხლა ჩემთან ძალიან ბევრს უკვე არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე დაეწყოთ სიზმრების ესე ვთქვათ ძალიან რეალური და ესეთი რა ხილვის დონის სიზმრების გააქტიურება დაეწყოთ. აიციან, ხა წერენ თვითონ და იციან, ვიცით ჩვენ ვინც არიან ეგენი და როგორც არიან რა და ანუ გონება იღუძებს სხვანაირად ცნობიერება და მოკლედ იცვლება რა, რეალობა იცვლება ჩვენთან. აგერ ეს ცერნის კოლაიდერი რო გააჩერეს, ცერნის კოლაიდერი გააჩერეს და ნახეთ რომ იმას აქნა რა ქვია. დრო დაუბრუნდა თავის კალაპოტს და დრო აღარ არის აჩქარებული. აგერ ამერიკული კლიმატური იარაღების ბაზები ირანმა დაბომბა და ნახეთ რომ რა ხდება. აგერ ბათუმში აალაგა ხალხმა პლიაჟზე შეზლოგები და წავიდნენ სახლებში. ისეთ ცივა, ანუ წელს საერთოდ ანუ ისეთი მოლოდინი იყო, რომ აი ახლა დაიწყება ზაფხული, ახლა დაიწყება, მაგრამ
რეალურად ზაფხული არ ყოფილა. Რა თქმა უნდა, ეს ზაფხული გავაქრე მე, ბოლო 3 წელიწადი რო ვიტანჯებოდი, როგორი იყო. ახლა ამიტომ ვისაც ზაფხული უყვარს, ბოლო 3 წელი ხო იგულავეთ. ეხლა ჩვენ გვაცადეთ გულაობა, ვისაც სიგრილე გვიყვარს და ჩვენ ზამთარი კი არ გვიყვარს. ჩვენ ვერ ვიტანთ უაზრო სიცხეს. ეს ბოლო წლები და ბოლო 3 წელიწადი განსაკუთრებით 2023 წელს და მაგის მერეც რაც ხდებოდა, ეს ხო ჩვეულებრივი კლიმატურად შექმნილი ჯოჯოხეთი რა. ამიტომ ჩვენ მოგდა დავწერე მე ამიერკავკასიის დონეზე მაგას მე ვაკონტროლებ და დავწერე ალგორითმი და წელს აგერ შედეგი დაიდო ის რომ აგერ წელს კონდიციონერი საერთოდ არ ჩამირთავს რა სახლში. ხო და თან პლუს მოგდა ამ განახლებაში ამ ახალი რეალობის შტოში ეცადეთ რომ ნელ-ნელა გადახვიდეთ და გადაბარგდეთ საცხოვრებლად სოფლებში და პლუს სოფლებში რომ გადახვალთ საცხოვრებლად სოფლებში მოემზადოთ ტყეში და გამოქვაბულებში და მთებში საცხოვრებლად გადასასვლელად. იმიტომ რომ განახლებები რო შეეხება ქალაქებს და ესე ვთქვათ ურბანული ცხოვრება იქნება სხვანაირი რა. აქ უკვე სხვანაირი ცხოვრება, აქ უბრალოდ ციფრულ ფულზე არ არის საუბარი, აქ ძალიან სხვანაირი ცხოვრება იქნება რა. ხო და ენერგეტიკიდან გამომდინარე ზოგი დარჩება ქალაქში, ზოგი წავა ბუნებაში. ამიტომ მე გირჩევთ რომ გადაბარგდეთ ნელ-ნელა იქით რა, იმიტომ რომ თვითონ ესე მე დიდმა კომპანიებმა რა, დიდმა კორპორაციებმა და ემათმა დაგეგმილი აქვთ ისე რომ ისია დაგეგმილი ყველაფერი რომ ნატურალური პროდუქტები და რაღაცები საერთოდ მაღაზიებიდან უნდა გაქრეს რა. ზოგადად ვინც რამეს აწარმოებს რა. ხვდებით. ახლა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში როგორ შეეხნენ როგორ ცდილობენ შეტევა მიიტანონ კონსერვირებულ სახლში კონსერვირებულ პროდუქტებზე. აკვირდებით ხომ? რაღაცა დაავადება თუ რაღაცა ქვია მაგას. დაავადება როგორც ესეთი დაავადება ჯერ ესეთი არის პროგრამა. ეგრე უამრავი სიმპტომით შედის ადამიანი, მაგრამ ესე იგი, როდესაც ჩვენ უცხადებ რომ ესე იგი სახლში კონსერვირებული ტუშონკები და რაღაცა საჭმელები არ ვარ გავა და მაღაზიაში იყიდეთო და მართლა მაღაზიების და წარმოებების უკან მე ისეთი რაღაცები აღმოჩნდება ხოლმე, ხა ეს ძალიან სასაცილოა რა და ჯერ ესეთი ეგ დაავადებები და ეგ მიკრობები და ეგ ბაქტერიები საერთოდ არ არსებობს რა. არანაირად არ არსებობს ბიოლოგიურ დონეზე რა, ჯერ ესეთი. ხო და მე მეორე მასე ფანჯარაც აღარ უნდა ჩავსვათ მაშინ კარმიდამოში შეიძლება ჩამოვარდეს შუშა, გატყდეს და ფეხი გაიჭრა, ხო? რა ლოგიკა არის ეგ? რა დაავადება, რის დაავადება? ხალხი აკონსერვებს, რა გვქია მაგას კაცო? ტუშონკებად რო აკონსერვებენ საჭმელებს და კომბოსტოებს და სტაფილოებს. მაღაზე შემიძლია ვთქვა რომ იმერეთში ვარ მე გაზრდილი, აი სტაფილოს და მის ჩაშუშული კომბოსტოების რაღაცების ისინი რომ მაღაზე გემრიელ, მე ჩემ ცხოვრებაში არსად არ მიჭამია და ღორის ხორცის და საქონლის ხორცის ტუშონკები რო სულ ოკეთდება სოფლებში, მაღაზე გემრიელია, დედამიწის ზურგზე არსად არაფერი არ მიჭამია. გამოიგონოს ახლა რაღაც დაავადებები და მოგეთ ატრიალებენ როგორც უნდათ რა. აი ეს იმიტომ კეთდება ეს ლაპარაკები მიდის იმიტომ რომ ჩაანაცვლონ ნატურალური პროდუქტი იქნას ჩანაცვლებული საშინელებებით რა და ამიტომ ახალი რეალობის შტოზე ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი რეალობა აქ საუბარია საქართველოზე რა და ნუ ქართველებზე იგულისხმება ზოგი წასულია ზოგი ჩამოვა რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი რეალობა უნდა შევქმნათ იმით რომ გავაძლიეროთ სოფლის მეურნეობა გავაძლიეროთ ჩვენი ბუნება გავაკონტროლოთ ჩვენი მთები და ჩვენი ანუ რაც უფრო აი როგორ უშველოთ საცობებს არაფერი არ უნდა უშველოთ ხალხი უნდა გაიშალოს და განაწილდეს თელ საქართველოზე რადგანაც არ არის განაწილებული თელ საქართველოზე და დაცარიელებულია ყველაფერი მაგიტომაც იყიდება მე ეს მიწები რა და ეხლა იქ რაჭაზე იყო საუბარი და რაღაც ასე შემდგომ მაგრამ უნდა გავიჭიროთ და უნდა გადავიდეთ საცხოვრებლად სხვადასხვა იმეებში რეგიონებში თავიდან ძნელი იქნება მაგრამ თქვენ თუ მთავრობას ელოდებით და თქვენ თუ რაღაც იმას ბიუჯეტიდან რამე ბაითებს აგიშენებენ ან გაგირემონტებენ და გამათბობლებს დაგიყედებენ ეგ არის ზღაპარი რა პრინციპი მატრიცაში არის შემდეგნაირი ჯერ შენ მიდიხარ წვალო ფიტანჯები და ესეთი ბევრია და მე იწყებს სოფლელი აშენებას ისე სოფლს არავინ არ აგიშენებს და არ შეგასახლებს